ხო, განვახილე კიდე ლაბორატორიული ნიმუშების აღების ჟურნალი. ეს ჟურნალი მე არ ვიცი შენ ქონდა თუ არა, მგონი ქონდა მე როგორც ახსოვს დატოვებული იყო. მაგრამ ხა თვითონ იქ რაც გვაქვს მოთხოვნები, რომ კიდე ბევრი რაღაცები არ ქონდეს ჩასაწერი და მოკლებული რო არ იყოს. იმიტომ რომ ჩვენ ხო გვიწევს ნიმუშის აღების ოქმი გვაგასაკეთებელი და აქტი გვაქვს ორი ერთად გასაკეთებელი და რო არ ვიწვალო და სალკისაძებნელი რო არ გქონდეს რაღაცები, ამიტომ ესეთი ჟურნალი გავაკეთე. ლაბორატორიული ნიმუშების აღების ჟურნალი ბეტონოლოგიის საგამოსტო ლაბორატორია. ნუმერაცია 8 ისეთევა. ნიმუშის აღების თარიღი დრო. ეხლა მე თუ მკითხე ყველაზე ნორმალური იქნება. შენ ხო ბრეულში წერ სადღაც რა ის სიტყვაზე დღეს აიღე რაღაცა 5-6 კუბიკი, ვინ აიღო რაღაცა კონუსი ისე ის. ესე გავაკეთეთ, მე მგონი ესე უფრო ჯობია. შენ ეს ფურცლები ამობეჭდე. მე ამასაც იქ ავტვირთავადრები და გამოვაგზავნე სადაც ჩვეულებრივად. ამობეჭდე, print 1-10 ცალი. 15 ცალი, ერთი პლანშეტი დაითრიე, როგორც ადრე ქონდა prime beton-ში, დააკარი ესენი. ხო და აქ აწარმოე. არ გინდა შენ იქ როულში არ ჩაწერო, მიატოვის როულში წერა. იმიტომ რომ იქ რაღაცა გადაჯღაპნილი იქნება ეს. მე მაინც უნდა მქონდეს ის როული, აკრედიტაცია რო იქნება, უნდა ვაწარმოოთ რომ ჩამოვლენ ისინი, ანუ რა ავიღეთ, რა იყო ტენიანობა და რაღაცა. მაინც უნდა იყოს, ეხლა შენ იქ მაინც არ წერ ამდენია ტენიანობა, კაცშვილი არ ზომავ, არც ბეტონს და არც ჰაერს და რეალურად ესენი ამას უნდა ზომავდე და უნდა იყოს გაკეთებული. აქედან გამომდინარე, შენ რომ ამას ამოიღებ, გექნება ეს ფურცლები და ამაში ჩაწერ, მე სიტყვაზე ყოველი მეორე დღე იქნება მესამე თვინია იმ დღესვე. ჩამიგდე სურათი, გადავუღერო, აი ესენი გააღებული, მე წამადგება ის რვეულიც რო ვაწარმოო, შენ რაც გაქვს, ოღონდ სულთად რო იყოს ლამაზად, ვიღაცა რომ მოვა რო შეამოწმებს, ახლა იქ ნიმუშის აღების აქტი და ოქმი რო იქნება გასაკეთებელი და ისა რა ქვია იმას ისედაც აი ჟურნალი სადაც გვაქვს ტესტირებებს და რაღაცებს რო უწერთ, მე აგერ რომ ნახავ ამაში რომ აიღე სიტყვაზე ეს კუბიკი, რაღაცა კუბიკები ამ თარიღში რო ჩამიწერე, აგერ ავდგები, აგერ მეცოდინება საიდან მაქვს და ავდგები და იმაში რა ქვია იმას ჟურნალი რაც გვაქვს ჩვენ აგერ ამაში გადავიდა პირდაპირ ჩავწერ და უფრო მარტივი იქნება რა, შენც გაგიადულდება, მეც წამადგება, აგერ სიტყვაზე ახლა რო ჩამიწერ შენ აქა რო ეს აიღე ამ რიცხვში ამ რაღაცა, მე აგერ გადავიტან ამას ეს გამომითვლის დღეებს და მე ტესტირებებ და რაღაცები რომ ამოვა რო გატესტავ პირდაპირ ჩაწერ. ანუ რეალურად ერთი და იგივე პრინციპია გამ ორივე ჟურნალ პროსტა ეხა აქ ისინი არაა თარიღები და შედეგები და რაღაცები აქ რა აიღე და რო. ხო და რა ვიცი ეს აწარმოე რა ესე ჯობია მე მგონი. ნუ აღების თარიღი, რა ვიცი მაგალითად სიტყვაზე 25.02.2024 14 საათი და 50 წუთი, ობიექტი, ლოკაცია. რა ობიექტი, რა ობიექტი მაგალითად ყულევის space რო ვაჭერ ვიდეოს მითიშავს არ დავაშორებ რა. ყულევის ქარხანა და ლოკაცია მაგალითად რა ვიცი, შემოსასვლელი გზა. ნუ ამას შენ ჩაწერ რა ქვია იმას რვეულში. ეხლა თუ გინდა შენ იმაში ჩაწერე რა ქვია იმას ონლაინში, მაგრამ აზრი არ აქვს, იმიტომ რომ აქ თუ ჩაწერ მე იქ ჟურნალში, რავი, რანაირად იქნება, რამდენი რო არ იწვალო და ეხლა აქ ვარ წერო, იმიტომ ჯობია ანუ ობიექტზე რო იქნება, ეხლა უცებ ხო ვერ ჩაწერ ამას და მაინც ფურცელზე იქნება ჩაწერილი. იქ ჩამიწერე, ჩამიგდეს სურათი, მე გადავიდე. შემოსასვლელი გზა. მოცულობა ეს რა ვიცი, მაგალითად სიტყვას დიდი ჩასხმა რო იყოს ან რაღაცა, წაგადგება გეცოდინება რომ კემაინც თუ იყოს სიტყვაზე 170 კუბიკი, ეჯი კუბის ჩასხმა, უკვე იცი რომ ასაღები გაქვს სიტყვაზე, ნუ თუ აქვს მოთხოვნა რა თქმა უნდა, 6-ზე მეტი კუბიკი, ხო, მაგალითად. ნუ ჩაწერ მაინც იყოს რა. ბეტონის კლასი აქ ჩაწერ B30 სიტყვაზე. კონუსი რა ვიცი 21. ნუ ეხლა თუ რამდენიმე კონუს აიღებ, მე ამას დააშორებ აქ და მიუწერ რა ამათაც მე ვერ ვაშორებ ეხლა უბრალოდ და გეცოდინე რომ სამი აღება ან რაღაცა. ჰაერი ბეტონი რა ვიცი ეს ჭირდება რეალურად, მაგრამ სულ არ ზომავ და რა ვიცი თუ გააკეთებ, კაი იქნება რომ თვალზე პირად არ დავწერო, თუ არა და კი იქნება ესე რა ვიცი ჰაერი 25 გრადუსი და სიტყვაზე ბეტონი 18. აქაც თუ რამოდენიმე აღება გექნება
დააშორებს space-ით და მიწერა 26, ანუ სიტყვაზე პირველი აღება 25 გრადუსი, მეორეზე 26 იყო და ესეთ 18, 19 გრადუსი. ნუ ნიმუში აქ მაგალითად სიტყვაზე 6 ნიმუში აიღე, ან 4 ნიმუში, თუ კიდე დიდი ჩასხმა იყო 4, მიაწერე +4, ეცნობა რომ 8 კუბიკი აღებული, ამდენი იყო პირველ მეორეს ტემპერატურა, რაღაცა ისე. ლაბორანტიც, რა ვიცი, იგივენაირად მიაწერე. ირაკლი დათო. ან ირაკლი, ან დათო, ან რაღაცა, რა ვიცი, ან ვარიც მიაწერე, მაგრამ ამდენი არ დაეტევა კომპიუტერში და სტატუსი. ეს დაგეხმარება, რა ვიცი, სიტყვაზე რო არ დაგავიწყე, სადაა მაგალითად ობიექტზეა და ხვალე რო გავხედავ ამ ფურცელს, მეწოდება რომ კუბიკი მაგწა მოსაღებ თუ არ და ზეგი რო წამოვიყვან რაღაც თუ მოვიტანე, გემანი მეწოდება რომ ლაბორატორიაში ანუ ესე ავზებშია და არ მომიწევს ზებნა და რა. რავი, აქ ეხა მეტი ისეთი შეიძლება რომ პრინციპში მეტ გრაფოს ვერც დავამატებ იმ ფურცელზე, ამდენს არ ამოიღებს და ეხა ძირითადი რაც იყო, ყველაფერი არის მე მგონი ჩამატებული. იმ ჟურნალიზმს გავუსწია ჩვენ აქ რაც გვაქვს, просто განსხვავება ისაა, რომ შედეგებს წერთ და ისა რა ქვია იმას რეზულტატებს რა, თორე იგივენაირადაა აქაც просто. ეს დაგვეხმარება რომ უქმები ვაწარმოო და თვითონ შედეგები რო ვიცოდე რაღაც რო დაგჭირდება და ეს გეცოდნება რა აიღე, სად აიღე, როდის აიღიან რაღაცა. და რაღაცა ისეთი თუ ხდება შენიშვნაკიდან რაღაცა, რავი, ქვევით გექნება აქ იმაზე რომ ამობეჭდავ, ამიტომ ამობეჭდილი კაი ადგილი დაგრჩება ისედაც ფურცელზე და მიაწერე, რა ვიცი, რაღაცა მაგალითად სიტყვაზე 65 რიცხვში რა ვიცი, იყო ქარბორბალა, შტორმი ან რაღაცა და არ იგوارგებს ის კუბიკი და დასანგრევია. რაღაცა, რავი, კაროჩე, რა იქ ერთი სიტყვი. იმას ძველი რაცა, მე მგონი ესე ჯობია. თუ რაღაცა სიტყვაზე ბევრ კუბიკებს იღებ და ახლა ისინი ცალ-ცალკე გინდა რომ ჩაწერო, ანუ ერთი კონუსის აღება ან რაღაცა, მაშინ ერთი თოს ჩაწერე და ქვევით მიუწერე იგივენაირად. ნუ просто აქ მაგალითად იქნება სიტყვაზე 17:50 მეორე აღება. ამას კი გააკეთება, კი იცი, ისედაც ვაკეთებდე ჩვენ გქონდა პრაიმში, просто ესეთი არ იყო, ბევრ რაღაცეები აკლდა და ისინი უკვე გჭირდება, ეს ტემპერატურა და რაღაც დაჟე ტენიანობა გჭირდება, მაგრამ ეხა ობიექტზე იმას ტენიანობა კაცშვილი არა იმის გამო, მაშინ უნდა იარო იმით აპარატი, ჯერ აპარატზე არ გვაქვს ჩვენ იმის ტენიანობის, რაც გჭირდება იმის რო ზომო. რა ვიცი, მე მგონი, კაი რაღაცაა ესეც, ამასაც ჩვეულებრივად ავტვირთავ, ესეც ეტიკეტის მსგავსად კომპიუტერში ქონდეს ჯობია, ვიდრე ინტერნეტში, იმიტომ რომ რაღაცა უცებ მოგიწიოს გარბენა არ იყოს შუქი და რაღაცა, იქიდან არ მომეშტავ პირდაპირ.